ის არ არისო. მოვალი გივენაირეთაც ყოლზეკ. სანამ ბოკერის კალაშნიკოვზე ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას არის თუ რა ცივი არაღი. მანამდე გადავწყვიტე კიდევ ერთ ნივთზე ჩავეკითხო და გავარკვიო არის თუ რა ცივი არაღი. სანამ თვითონ იმ ნივთს წარმოგიდგენთ, პირველი დავიწყოთ აი ბოკერით. ეს არის ვინერ სერია, ბოკერის კალაშნიკოვია იგივენაირად და ეს კონკრეტული დანა არ არის ცივი არაღი. წვეტი არ არის აქ გადამწყვეტი, აქ გადამწყვეტი არის ერთობლიობა სხვადასხვა კრიტერიუმების და აი ნახოთ დასკვნა. დასურათებული არის და აქ ერთ-ერთი თვისება ჩემთვის არის აი ეს, რომ კრიმინალისტიკური კლასიფიკაციის მიხედვით იგი განსხვავდება თავისი არსით ცივი არაღთა კლასიკური ნიმუშებისაგან. თავისი არსით ეს არ წარმოადგენს ცივი არაღს და ერთ-ერთი მიზეზით მაგის გამო ესეც არ არის ცივი არაღი. მეორე ნივთი გაგიზიარებთ უკვე კონცეპტ Corvid XL-ს. ეს კონკრეტული არ არის ცივი არაღი და ამ შემთხვევაში ეს ცივი არაღი არ არის ამ მიზეზების გამო. სურათებსაც განახებთ, ერთწამით რომ ამ ნივთზეა საუბარი. წარმოდგენილი სამზარეულოს ნაჯახის ტიპზე დამზადებული ობიექტის დათვალიერებით იქნება რომ იგი შედგება სხვადასხვა თვისებები, მაგრამ სამზარეულო ნაჯახის ტიპზე დამზადებული ობიექტი არის ეს და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც არ არის სერია და გამოსაკლებ ნაჯახის ტიპზე დამზადებული ობიექტი არ წარმოადგენს ცივი არაღს. კეთილი, ეგეც მეორე დანა, ესეც არ არის მაგ მიზეზების გამო ცივი არაღი. და მესამე მაინტერესებს მე ესეც ამაზე გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა და აქაც ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც არ არის ეს კონკრეტული ცივი არაღი, იმიტომ რომ არ აქვს მკაფიოდ გამოხატული მჩხვლეტავი თვისება. მაგასაც წარმოგიდგენთ. ხანჯალიც ქონა მეტანილი მაგ დროს ამ დანასთან ერთად. და წავიკითხოთ აი ეს რომელსაც ასევე არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული მჩხვლეტავი წვერო და შესაბამისად მოცემულ კრიტერიუმთა შეფასებით არ გააჩნია ცივი არაღის კატეგორიასთან მიკუთვნების ნიშან-თვისებების კომპლექსი. ანუ მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ დაწესებული სტანდარტით ცივი არაღად კვალიფიკაციისათვის მივცემ ახასიათებდეს სხვადასხვა თვისებები და ერთ-ერთი მთავარი არის მკაფიოდ გამოხატული მჩხვლეტავი თვისება და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 240 ლარი გადავიხადე მაგ დასკვნაში, აი ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მკაფიოდ გამოხატულ მჩხვლეტავ თვისებად. კეთილი და შემდეგი ახლა მე მაინტერესებს აი ამ ნივთზე პასუხი, რომელსაც ვაპირებ რომ მივიტანო სამხარაულში. აი ესეთი დანა არის. ჩემი აზრით ახლა ეს თავისი არსითაც არ არის ცივი არაღი, იმიტომ რომ იგივე სერია არის, ეს hot dog-ი არის, ეს დონატი არის, თავისი არსით აბსოლუტურად ერთნაირები არის. ასევე სამზარეულოდან ნაჯახის ტიპზე არის დამზადებული იგივენაირად, ზომით ბევრად პატარა არის და ასევე როცა ვზომავთ ერთი წამით მე ექსპერტი არა ვარ, მაგაზე ექსპერტი გავცემს ალბათ პასუხს, მაგრამ რომ ვზომავ ჩემი გამოცდილებით მიახლოებით 75 გრადუსია ორივე. 75 გრადუსი არის ორივეს კუთხე. 75 გრადუსი არის ორივეს კუთხე. შესაბამისად, მოცემულ კრიტერიუმთა განზოგადებით და შეფასებით თუ ერთობლიობით თუ როგორც წერენ ხოლმე, ჩემი აზრით ეს არ უნდა იყოს ცივი არაღი, თუმცა მაინც ჩემს სიტყვას ძალა არ აქვს, ექსპერტის აზრი არის გადამწყვეტი აქ და ჩავეკითხოთ ექსპერტს არის თუ არა ეს ცივი არაღი. თქვენი აზრი დაწერეთ, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს კონკრეტული ნივთი უნდა იყოს თუ არა ცივი არაღი და მაგასაც ხაზგასმით ჩავეკითხები, რომ თუ იქნება ცივი არაღი, კონკრეტულად მიგვითითოს რა მიზეზით იქნება ცივი არაღი აი დასკვნებიდან გამომდინარე. კეთილი, მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთ დასკვნას გაგიზიარებთ, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს ამ დანის შეფასებაში. ეს არის ბოკერის დანა არის, ესეც ოღონდ პატენტი არის და ესეც არ არის ცივი არაღი. სურათებსაც გაგიზიარებთ, ამ დანაზეა საუბარი და მთავარი მიზეზი, რატომაც არ არის ცივი არაღი, წავიკითხოთ.
გამოსაკლებიდან ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემთა მიხედვით წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებული დასაკეთση კონსტრუქციის მქონე დანას, რომელსაც გააჩნია მჭრელ და მჭრელი თვისებები. ანუ მჭრელი თავიც არის, მჭრელიც არის, დანა არის. მაგრამ კრიმინალისტიკურ კრიტერიუმთა შეფასებით არ გააჩნიათ ცივი იარაღებისათვის დამახასიათებელი თვისებები. პირის სიგრძე, ხელში დასაჭერად მომარჯვებული ფორმა და შესაბამისად არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ანუ ორი მიზეზის გამო არ არის ცივი იარაღი. პირის სიგრძე არ ყოფნის და ხელში მომარჯვებული ფორმა არ ყოფნის. ხოდა შესაბამისად მაგ მიზეზითაც შეიძლება ამაზეც ვივარაუდოთ, რომ ამასაც მიახლოებით მსგავსი ჭერა აქვს, საბრძოლო დანები არც ერთი არ არის, რა თქმა უნდა, და არ არის გათვლილი იმაზე, რომ თქვათ ხელში მომარჯვებული ფორმა საბრძოლო დანიშნულებით იყოს. შესაბამისად ამ დასკვნითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაგის გამოც არ არის ცივი იარაღი. კეთილი მჭრელი თვისებაც ვნახოთ. ну სტანდარტულ ქარხნულ ლესვაზე არის და მადლობა ყურადღებისთვის და წავედით სამხარაულში.